ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მაზანაშვილმა 4-ვე მაღაროელი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. არჩილ ჭუმბურიძე და თანგის გველესიანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ. ეს იცოდეთ ყველა ჭიათურლებო ბევრი თქვენთაგანის ბრალია იმ ადამიანების რომლებმაც შუა ბრძოლაში მიატოვეთ ბიჭები შუა ბრძოლაში პატიმარი ბიჭები ზურგი აქცია პატიმრე თქვენ იმდენი გააკეთეთ რომ გაწირეთ პატიმრობის ახლა გეკითხეთ იმ მაღაროელებს გეკითხეთ რომ დირექტავდნენ და გეუბნებოდნენ ამოდით ხელი მოაწერეთ სამსახურს უდაკარგავთ მაგ ბიჭებს ერთ კვირაში გაანთავისუფლებენ 6 წლით ჯდება ახლა თქვენი გვერდში მომუშავე მერაბი სარალიძე ციხეში 6 წელზე მეტი მიუსაჯეს რას ფიქრობთ ახლა რას იტყვით კიდე არ ჯეროდათ რომ დააპატიმრებდნენ კიდე ის გეგონათ გაზვიადებული იყო რომ ამბობდნენ ადამიანები რომ მიგვატოვებ ბრძოლაშიო რომ წახვედით და ხელი მოაწერეთ და თბილად და თქვენს მაშინო ზიხათ ეხა და მუშაობ რა პირობებში ზიხათ ან იმ ხალხის ბრალი არ არის რომლებმაც შუა ბრძოლაში მიატოვეს წახვედით 1500 კაცი უმუშევარი დარჩით ხელი 8 თვე 7 თვე მუშაობ და ერთხელ არ მოგიკითხიათ 10 ლარი არ გადაგიდიათ თქვენი ხელფასი და რომ პატიმარი ბიჭები მოგეკითხათ აკას თქვენი ბრალია ის მამაუები, ის მეუფეები, ის დიდი იერარქიის ხალხი რო გვამშვიდობდნენ ყველაფერი კარგად იქნებაო, ლოცულობთო. გამოუშვებენ არ დაიჭერენო, არ მიუსაჯეს, რამდენ მაახსენეთ თქვენ ქადაგებაში ეს ბიჭები. თქვენ გოგველესიანი, რომელმაც თავისი შვილის დაბადება ვერ ნახა, ახალ წელს თავის ოჯახთან ვერ შეხვდა. რისთვის? რომელიც იქ არ ყოფილა, ხელი არ გაუნძრევია. და მე მინდა აქვე აი ამდენი ხანი თელი ზაფხული ჭიათურაში გავატარე, არც ლაივში ჩავთულვა. შეგნებულად ვაკვირდებოდი ვირას გააკეთებდა ჭიათურლები რას იმოქმედებდნენ. ის მასწავლებლები, ის ექიმები, ის ჭიათურლები, 5000-მა კაცმა რო ხელი მოაწერეთ ბიჭების განთავისუფლებას, მე რაკენით ყველა სახში რო ჩაიკეტეთ. არაფერი გულთან არ მიიტანეთ. ყველას რო გეგონათ რომ აქ არაფერი არ მოხდება და ბიჭებს გამოუშვებენო. დადგა ეს სამართალი, დადგა ეს კანონიერება. აღერ არის ეხლა ფაქტი. სასამართლოსთან ვარ. 4 წელზე მეტი უშვებენ ორ პატიოსან ადამიანს, რომელსაც ოჯახები ყავს, შვილები ყავს. 6 წელზე მეტი უშვებენ შრომელ ადამიანებს. რისთვის? სად არის ის შუქრუთის ხალხი? სად არის ის დაჩაგრული მოსახლეობა? სად არის ის ამაყი ჭიათურლები? სად არის ის ნაციონალი მერი, რომელიც გვამშვიდებდა იქ თავის კაბინეტში, რომ ჭიათურა უკეთესი უნდა იყოსო. რაში გვჭირდება ჩვენ საშუამავლოები და შუამავლებიო? ჩვენ უნდა მივხედოთ ქალაქსო. რატომ მუშაობს ახლა ნახევარი ხალხი და რატო არიან უდანაშაულო ბიჭები ციხეში? ვინ იზრუნეთ ამისთვის? ვინ რა გააკეთეთ? მთელი ეს პერიოდი, მთელი ჩემი ცხოვრება ვიძახი რომ ამაყი ჭიათურელი ვარ და მიამაყება ჩემი ჭიათურისკო და მე შავი კლდეების კი არ მიამაყება. მე ხალხის და ჭიათურლების მიამაყებოდა და მე არასდროს არ მიამაყებ ასეთი ჭიათურლები. ვინც ზურგში დანასურს ყავს, ვინც თავის მეგობარს გაწირავს, ვისაც სხვისი ჭირი ხო ბეჭირი მიაჩნია. ის დასასწრებში რო იქ აფორიზმია. ყვილად არ არის იცოდეთ ჭიათურლებო ის ვიღაცამ კი არ დადგა და მოაფიქდა. ის ჩაულებრივად არ არის, ის სპეციალურად განგებამ გააკეთა ის სიტყვები რო იქ ამოტვიფრულიყო. არ დავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა, უგმობ კაცსა აუგიანსა, სრუსა და ღალატიანსა. ვინცაც წაკითხული გაქვთ, ესე იგი ვერ გაგიაზრებია და ვინც გაიაზრებთ, ესე იგი ფეხებზე კიდიათ. რომ გადიხარ და გამოდიხარ, არ გაწაიკითხეთ ეგ სიტყვებს. თვის განმავლობაში 77 მოწმე მოიყვანა პროკურატურამ, თუმცა ვერცერთმა ვერ დაამტკიცა ის ბრალდება, რაც ჰქონდათ ამ ადამიანების წინააღმდეგ.
ვიტყვი იმასაც, რომ გაუჭირდა მოსამართლეს ამ განაჩენის გამოცხადება, 24 დეკემბერს უნდა გამოეცხადებია ეს განაჩენი და გადადო, 29-ში გადადო, 12 იანვარს გადადო, 14 იანვარს გააუქმა სრულიად სხდომა, 16-შიც გადადო და აი დღეს იყო ის ბოლო დღე, რასაც ვერ გადადებდა და აქავე პრეზიდენტის შეწყალების პერიოდიც კი ამოაგდო და იმის შანსიც არ მისცა უკვე მსჯავრდებულებს მათი გადასახედით, რომ პრეზიდენტისთვის მიემართათ შეწყალება შეხებოდა ამ ადამიანებს. ამიტომ ძალიან რთული დღე იყო, ძალიან მძიმე დღე იყო, აუცილებლად ბრუნდებით ჭიათურაში და ვაცნობთ იმ საზოგადოებას, ვინც ეხლა თუნდაც მაღაროში მუშაობს, ვინც ამ განაჩენის მოლოდინით კიდევ თავს იკავებდა გარკვეული განცხადებების და ქმედებების გამო, განაჩენი დადგა ზუსტად ისე, როგორც აწყობდა სისტემას და ამიტომ ეს სისტემა უნდა დაირღვეს, უნდა დაინგრეს. ამიტომ არ იქნება მარტო მაღაროელების და მაღაროს მოთხოვნები, იქნება პოლიტიკური მოთხოვნები, დამკვეთი, რომელიც არის თამარ მაზანაშვილისა, მოსამართლისა და აღმსრულებელი, ყველა ერთად უნდა დაისაჯოს ამ უსამართლობისთვისაც არა მარტო ჭიათურაში, არამედ სრულიად საქართველოში ხდება. პროტესტი ჭიათურაში მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ ჯორჯიამ მანგანეზმა და მისმა მმართველმა სტრუქტურამ მიწისქვეშა მოპოვება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება ასობით ოჯახისთვის შემოსავლის დაკარგვას ნიშნავდა. მაღაროელების სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ხელფასების სრულად აღდგენას და სახელმწიფოს ეფექტიან ჩართულობას ითხოვდნენ კრიზისის მოგვარებაში. დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა ერთ-ერთი აქციის დროს. კერძოდ ეს უკავშირდება 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს. პროკურატურის მტკიცებით გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში ავტომანქანით გადაადგილებისას. ფიზიკური ანგარის სწორების მიზნით სხვა პირებთან ერთად ავტომანქანებით გზა გადაუკეთეს. ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ყრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები. თავდასხმისას ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი პირი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი პირი ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით. სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. დაკავებულთა ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს შრომითი პროტესტის კრიმინალიზებასთან. მათი თქმით, მაღაროელები ისჯებიან არა დანაშაულისათვის, არამედ სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის მცდელობის გამო. საქმე უკვე გასცდა ერთი კონკრეტული ინციდენტის ფარგლებს და გადაიქცა ფართო საზოგადოებრივ საკითხად, რამდენად დაცულია საქართველოში შრომითი პროტესტის უფლება და ხომ არ გამოიყენება სისხლის სამართლის კანონმდებლობა სოციალური უკმაყოფილების ჩასახშობად. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ ღამით გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და ჟურნალისტები გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ დილის შემდეგ ელოდნენ დაკავებულების გათავისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. რაც გულის კონჭულში ქონდა იმედი, იმიტომ რომ იცი რომ დანაშაულები არიან, მაგრამ გამოიჩინა ხელისუფლებამ, მარიონეტმა ხელისუფლებამ
ის რომ ალბათ იტყვიან რომ შეწყალება არ გთხოვ ეს თავი არ დაიმცირეს ვაშკაცმა ბიჭებმა ჩვენი პატიმრები ირაკლი ღარიბაშვილს არ გვანან და არც კიდე ვიღაც გომელაურებს და ვიღაცებს ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები რომლებიც უკანონოდ ზიან ციხეში დრო აუცილებლად დადგება თვითონ აგებენ ყველაფერზე ამაზე პასუხს იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანაში რო არ დამთავრდეს ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, ეს არ არის ხელისუფლება, ესენი არიან ძალად დასმული, გაუნათლებელი სპორტსმენები. არც ველოდებოდით, მაგრამ მაინც მე მეორე 2 წლიანებს ნამდვილად ვფიქრობდი, ზვიათზე არა. ახლა ველოდები მეუღლეს რომ ზვიათთან უნდა შევიდეს პაემანზე. მინდა ჩვენი მოთხოვნა არის რომ ზვიადი გადაიყვანონ ან ზონაზე და ან ცალკე საკანში რომ სწავლა წესიერად გააგრძელოს და განცხადება მაქვს დაწერილი რაღაც პასუხებს ველოდები და აიმიტომაც რა რასაც დათეს იმას მოიმკიო და მოიმკია ცოტა ხანში მაგენი ასე რომ არა ეს პრობლემა თუნდაც ყაველაშვილის არ შეწყალებული არც არაფერი უკეთესიც არის იქნებ ეგ ჩვენთვის ან მაგარია როცეთ. ელოდებოდით საკადად? კი, ველოდებოდით. მოულოდნელი იყო პირველ რიგში, რასაც გეუბნებით და თავის ყველას უსურვებ პატიმარს მალე გამოსულიყო და მალე თავისუფლება ენახოთ ყველას რა. და რა ვიცი, მადლობა პრეზიდენტს პირველ რიგში. ყველასთვის ახალი შანსია, ყველას ეძლევა ახალი შანსი. დავრნა გამოიყენო. და სწორედ წარმართოთ თქვენი ცხოვრება. ბედნიერებას უსურვებ ყველას და მალე გამოსვლას. არ ველოდებოდი, მოულოდნელი იყო და გახარებული ვარ ძალიან. არ ველოდებოდი და გავიხარდა ნამდვილად. მე თავიდანვე მიმართული მქონდა და არ გვეგონა რა, მაგრამ ვერთის წყალობით გადავრჩი და გამოვედით. მადლიერი ვარ ნამდვილად და ყველას წარმატებას უსურვებ. ახში მეჩქარება ძალიან მენატრება ყველა. ციხიდან რო გათავისუფლდები, როგორ არ უნდა იყო გახარებული. როგორი ემოციაა? გადასარევი. 6 თვე მქონდა სუნიჟილი და თვე გამომაყოლეს რა. თქვენთვის ეს როგორი შესაძლებლობა არის? ახალი ცხოვრების დაწყება. არც ხა ოჯახის წევრების დამონათება იმაში რომ ხა ყოველ შეწყალების დღეს ელოდებიან პატიმრების გათავისუფლებას ამორალური მგონია. ბუნებრივი ოჯახის წევრი როცა ყავს ციხეში, როცა იცი რომ შეწყალება ყველა ადამიანი საქართველოში, მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების დედები არა და მშობლები ფიქრობენ იმაზე რომ იქნებ მათი შვილები, მათი ოჯახის წევრები მოხდნენ ამ შეწყალებაში. მათ აქვს პრინციპული პოზიცია და ვერავინ ვერ დაამონათებს, იმიტომ რომ არაფერი არ ჩაუდენეთ ხა რეზო კიგნაძე რომელსაც ედავებიან იმას რომ რა ვიცი ხაღალდი ისროლა აქციაზე, რა შეწყალების დაწერის მორალური აი საშუალება არ აქვს ფაქტობრივად ამ ადამიანს და არის კომპრომისო პოზიციაზე. ხო, ისევე როგორც ხვები არ მინდა ხა კონკრეტული ადამიანები ჩამოთვალო, მაგრამ ნუ უბრალოდ კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე. ასეთი არის ყველა სხვა პატიმარი, ხო? მათ არაფერი არ აქვს სიამოვნებაში დაშავებული და ტყუილადზიან ციხეში და არავის შესაწყალებელი არ არიან. ეს არის მათი ახმა და არ ამგონია ხა მათი მორალური საჯულები ვიყოთ ის ხალხი, ვინც გარეთ ვართ. ეს მისმიერ ჰუმანურ აქციე პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტის აფუჭებს, ასე ვთქვათ, არავითარი მოლოდინები არ შექმნილა. უბრალოდ უნდათ რომ ხელოვნურად შექმნან ასეთი მოლოდინები. რა გვესმის ამ ბოლო წლების განმავლობაში არ გწნობ, არ მინდა პარლამენტში არ შემოვალ, შენ ვინ ახარ, საერთოდ არ გწნობ, როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე არ მაინტერესებს და ამავე დროს ასეთი ადამიანისგან უნდა შექმნან რომ მოლოდინი რომ ესეთი ადამიანი მიუხედავად იმისა რომ არაკანონიერად მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე როგორც მათ მიაჩნიათ. ეს იმდენად აბსურდული სიტუაციაა, რომ ასე გაგრძელება წესით აღარ უნდა შეიძლებოდეს, მაგრამ უკვე მიგვაჩვიეთ ჩვენ ამ აბსურდობას. სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს მათივე განმარტებით შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოში ეგრეთ წოდებული რუსული კანონის წინააღმდეგ 2023 წელს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთან გიორგი მექვაბიშვილთან დაკავშირებით დავა მოიგო. საიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო მოცემულ საქმეში კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლების დარღვევა დაადგინა. მათივე განცხადებით, სასამართლო მე-11 მუხლის ფარგლებში მე-10 მუხლით დაცული უფლება მოიცვა. საქმე ეხება 2023 წლის 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარედ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის კონტექსტში უკანონოდ დაკავებულ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის საფუძველზე სამართალდარღვევად ცნობილ პირს გიორგი მექვაბიშვილს. საიამ გიორგი მექვაბიშვილის უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბერს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაეკისრა მომჩივანი პირის სასარგებლოდ განცდილი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ გიორგი მექვაბიშვილის საქმე არ არის იზოლირებული შემთხვევა და საია უკვე წლობით უთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული ცვლილების საჭიროებაზე, განსაკუთრებით კი აქციის კონტექსტში თვითნებური დაკავებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კიდევ უფრო გაუარესდა, რაც მოიცავს მათ შორის სანქციების გამკაცრებას, გამოხატვის შეკრების თავისუფლების ნაწილში, მტკიცების ტვირთის შებრუნებას და მის დაკისრებას პირზე, ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნულ საქმეში სასამართლო იმსჯელა მათ შორის ამ 7 მარტის აქციების კონტექსტზეც და შეაჯამა, რომ საბოლოო ჯამში აქციები ემსახურებოდა საჯარო ინტერესს და არათუ გზის უკანონო გადაკეტვას ჰქონდა ადგილი, არამედ გიორგი მექვაბიშვილს არ მიუძღოდა წვლილი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე. მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც სასამართლომ აღნიშნა, არის მტკიცების ტვირთის განაწილება. კერძოდ, ეროვნულ დონეზე დადგენილი სასამართლოების პრაქტიკით პირის სამართლებრივი დასჯა, ესე ვთქვათ, მისთვის ახდენის დადება ხდება ობიექტური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მტკიცებულებების გარეშე, რასაც ადგილი ჰქონდა გიორგი მექვაბიშვილის შემთხვევაშიც, რომელიც ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამუღლელად იმ პირობებში, როდესაც იმის საქმეში არსებობდა მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენება და არ იყო აღნიშნული ჩვენება გამტკიცებული სხვა დამატებითი მტკიცებულებებით. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, ეს არის განზოგადებული შემთხვევა, ეს ხდება ყოველდღიურად, ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ხარებას რაზმები ერთ-ერთი პირველად ჩაიდინეს მათ სხვადასხვა ბრუტალური ქმედებები, რაც შეეხება იმას, თუ ვინ გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კომიტეტი, სამი მოსამართლისგან შემდგარი, ისინი იხილავენ საქმეებს, როდესაც უკვე კარგად დადგენილი პრაქტიკა არსებობს გარკვეული საკითხების გარშემო და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხების ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობა უკვე ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს დადგენილი. ზუსტად ვიცი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არასდროს არ გამოიტანს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სისტემური რაღაც დარღვევების შესახებ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ამას ქართული ოცნება უზრუნველყოფს, რომ კანონი იყოს დაცული, ისე როგორც ადამიანის უფლებები და ერთი მხრივ სწორი ბალანსი იყოს დაჭერილი როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს და ასევე ადამიანის უფლებების დაცვას შორის. ამიტომ რა თქმა უნდა შესაძლოა რაღაცა რიგი მცირე დარღვევები იყოს აღმოჩენილი, რაზეც თქვათ 20 ივნისის შემთხვევაშიც ვიცით რომ იყო და შესაბამისი რეაგირება განახორციელა სახელმწიფომ და ესეც ჩვენი სიძლიერეა. ის რაც შესაძლოა წარიმართა რაღაცა დარღვევით, იმ ყველაფრის აღმოფხვრა და ამის გათვალისწინება არის რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერე. საქართველოდან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული არიან თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელის, კვიპროსის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. პატრულ ინსპექტორებმა ბრალდებული გადამოწმების მიზნით შეაჩერეს სამართალდამცველება მისი პირადი ჭხრიკის შედეგად 20 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანულვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.